ბატონო ვახო, დიდი ხანი არ ყოფილ ხარ ჩვენს გადაცემაში, მე ძალიან მიყვარს თქვენი პოეზია, არაჩვეულებრივად წერთ, არაჩვეულებრივად უთავსებთ ამ ვიდეოებს. როგორც ყოველთვის მეც ხელი გამოვსულ ვარ ბატონო ვანო. აი ეს სუმალავ. გინდათ პირი ჩაიტყარუნეთ, გინდათ გაყიდეთ და რამე წესიერი მეთვახი დააგეთ და რაღაცა. კი ბატონო დავაგეთ აუცილებლად. დავიწყოთ. მეორე კამფეტი ბატონო. ქალ ბატონს მიართვით. არა ეს გაყიდეთ და ქურთუკები უყიდეთ ცივად ბიჭებს. ძალიან კარგი, გავყიდეთ და დავაგზავნოთ ბატონო, დავიწყო ბატონო. მოდით გავყოთ საქართველო. დაურიგოთ ყველას ხარკი. გერმანელებს მუშახელი, ნიდერლანდებს ჩიჩილაკი, ესპანელებს შავი ჩოხა, ფრანგებს ღვინო, რუსებს ტრაკი. რა კარგად გაქვთ ნაპოვნი. შენ რუსეთში თუ არ წახვალ, იცოდე რომ ვიტირებ. გინდა იყვირეთ, გინდა იწივლეთ, გინდა იკივლეთ. და როგორ მომიგო? გავაგზავნოთ. კაც ძალიან კაი ქვეყანა ვართ. ორ ზღვა შუა, მაგრამ რა ვქნათ მთავრობა გვყავს? პროჭმა შუა. ძალიან მომწონს ეს ლექსი. აი ეს კამფეტი თქვენ დიდი მადლობა ბატონო ბატონო. კაი ცოტა გაიგეთ ყოველს კამფეტს. რაც გინდათ ის თქვით, ფეხს არ მოვიცვლი. წინ ვერც პილოტი გადამიდგება. სანამ ბიზინა ბორტზე არავა. თვით მფრინავი არ გაფრინდება. არ გაფრინდება. კარგი იყო ბატონო. მე ყავს მეორე კამფეტი. აი ეს თქვენ. პროპორციულ სისტემაზე მალე თუ არ გადავალთ, იცოდეთ რომ მე ცოცხალი სახში არ წავა. აი, გავაგზავნოთ. მეზობელთან გადავედი. მანქანამ რომ არ გაიშვა. ეზოში ძაღლი ყოლია დამინახა თან აიშვა. ძაღლი ყეფით ჩემსკენ მორბის როგორ გინდა? არ ჩაიგვა. ესეთ რამეებს ხდება. საინტერესოა ბატონო ვასო. მე ყველაფერი მიზიდავს ქალში. მე ყველაფერი აღმაგზნებს მასში. მე სექსიც მიყვარს სამართლიანი. მე ვარ უნამუსო, გარყვნილი ადამიანი. და ეს იცოდეთ, მე თუ საქმე გადაგეკიდე. გინდა იყვირეთ, გინდა იწივლეთ, გინდა იკივლეთ. ეს ოთხართულიანი ლექსები მიყვარს, კარგია. გავაგზავნოთ ბატონო. ლექს კითხულობს ბატონი ირაკლი კობახიძე. ოი, საინტერესო. თვით ირაკლი, დიახ. ჩემი თავის მეორე მე. მე სასტიკად არ მომწონს. გაჩეჩილი, გაბურძგნული, სარკეც ამას მოწმობს. არავისზე არ მიყურებს. მე სახლიდან გასულს, ჩემო თმებო სულ გაგკორტნი. შაგაბარებ წარსულს. მომეწონა ესეც კარგი იყო ბატონო ვასო. თუ დამინახო ღამით, სასაფლაოზე მდგარი. ხელში მეჭიროს კატა, მეორე ხელში ხმალი. ანდაშავი თხის ფიტულს, ირგვილ უწყობდე შეშას, არ გაგიკვირდეს არა. ეშმაკს ცეთ თაყმას, ეშმაკს. ცნობილი კაცი ადამიანი. ჩემ თავს უძღვნი ბატონო ვანო ამ ლექს. თქვენ თავს? აი საინტერესოა. სრულწლოვანი გავხდი, უკვე გავარს დასრულს, ვნების დაოკება მარტოაწი არ მსურს, დიდხანს ვეჩალი ჩეულამაზეს ასულს, ვაჟის შვილობავ დღეს ღამე. შაგაბარებ წარსულს. ბატონო ვასო. აი, თქვენ ვინც არ გიცნობთ. როგორ მოიწევს? და ბოლო ბატონო ვანო. ბოლო საინტერესოა, ნახოთ რა. ირგვლივ ყველა ხარობს, კაცია თუ ხეა, მთვარია თუ მზეა, ღამეა თუ დღეა, მონაა თუ ტყვეა, სუსტია თუ ბრგეა, ვაშკაცი თუ მთხლეა, მსუქანი თუ მჭალეა, ყველა რატომ ხარობს, ნეტა დღეს რა დღეა. იმიტომ რომ დღეს ბიძინას გადაგდების გილოძა დიდი მადლობა ბატონი ვასილ ფაკაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. აი ეს კამფეტი ჩვენგან. მადლობა.